გამარჯობათ, ეს ჩემი არხია, მე კი ნათია შაი ვარ და დღეს შემოგთავაზებთ რაელის ბიძინა ივანიშვილს წელს და მომავალ წელს ბედის მატრიცის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, რომ ეს არხი თქვენი არხიც გახდეს და ცხადია, თუ თქვენი პირადი ინფორმაციის დაინტერესდებით, შეგიძლიათ მომართოთ ნომერზე და მიკავშირდეთ 591-233-507, აქტიურია ვიბერზეც და WhatsApp-ზეც, ან მომწეროთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. დღეს კი ნახოთ რა ხდება აქ. ბევრმა იცის, რომ ეს არის ბედის მატრიცა, ვინც არ იცის, მე გეტყვით, რომ ეს არის ნუმეროლოგიური განხილვა ადამიანის ცხოვრებაზე, ხო? უფრო მეცი არ წავალ ახლა რას მოიცავს ბედის მატრიცა, შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ნახოთ ჩემი ვიდეოები, ასევე შეგიძლიათ ნახოთ განხილული მაქვთლიანი მატრიცა, სათაურით რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს და ჰიტლერს, ხოლო ახლა წელს რა ხდება მის თავს და მომავალ წელს რა მოხდება, ნახოთ ეს. დაბადებული არის 18 თებერვალს 1956 წელს. ყოველ შემთხვევაში ეს მონაცემები აქვს და ძალიან კარგად რეზონინდება. მინდა გითხრათ, რეზონინებს მის მონაცემებთან ეს თარიღი. წელს არის 69 წლის და ხდება 70 წლის, ამიტომ მე ვნახავ 69 წლის მონაცემებს, მის თავს რა იხდება, რა გამოწვევები აქვს, რა კარმებია წლევანდელში დასამუშავებელი მის მიერ და როგორ ამუშავებს, ეს თქვენთვის მომინდვია. მე მის ცხოვრების განხილვაში არ შევდივარ, მხოლოდ და მხოლოდ მონაცემებს გაჩვენებთ. აი ეს არის მისი 69 წელი, ეს 70 წელი და წელს აქვს 20-იანი ენერგია, აქვს 17 ენერგია და აქვს 9-იანი ენერგია. მე ახლა მინდა რომ ტაროს არკანებით გადმოგცეთ მისი ენერგიები. აი ესე. ახლა 9-იანი ენერგიაც ვნახო. ბატონო. ეს უფრო გასაგებია ვიდრე მცხრილის ნახვა თქვენთვის, დარწმუნებული ვარ და ვნახოთ რა გამოწვევა ქონდა წელს. წელს საერთოდ რატო ქვია გამოწვევა და რატო ქვია კარმა და დასამუშავებელი პროგრამა. იმიტომ რომ რაც უნდა დამუშავდეს, ხო, ის აუცილებლად მოდის როგორც წინააღმობა, როგორც პრობლემა ადამიანში, ხო, მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსიამოვნოთ, მაქსიმუმ შევა ტრაგიკულ მოვლენებადაც მოვიდეს ეს გამოწვევები და დასამუშავებელი კარმები და მთელი იდეა ადამიანის დაბადებისა არის ის, რომ დაამუშაოს ესა თუ ის პროგრამა და გაიზარდოს სულიერად, მორალურად, ავიდეს უფრო მაღალ ვიბრაციაში და ასე ნელ-ნელა მივიდეს ღმერთამდე. ეს ესე ვთქვათ, ზოგადი მიმოხილვა. ეხლა ვნახოთ წელს რა გამოწვევა ქონდა ბიძინას. პირველი რაც ჩანს, აი ეს პირველი ენერგია რაც ჩანს, ეს არის ის, რომ გამოწვევა ეხება მის გვარს, მის ეგრეგორს, მის ფესვებს, მის წინაპრებს და რახან ეს ადამიანი არის პოლიტიკაში, აუცილებლად მის ქვეყანას, სხვანაირად ვერ ვიტყვით. ნახე, როგორ უნდა დაემუშავებინა მის ცხოვრებაში ეს, როგორი სიუჟეტი უნდა ყოფილიყო, რომ მას დაეფასებინა თავისი ქვეყანა, თავისი წინაპრები, თავისი ისტორია, ხო, ეგრძნო მადლიერება მის მიმართ და მოცემული რესურსები გამოეყენებინა ისე, რომ აუცილებლად გახდებოდა პოპულარული ადამიანი, ის ყველა ვარიანტში აქვს ეს მონაცემები და ამ სიკაშკაშისთვის, ამ მადლისთვის, ამ ჩვენ ხო იმიტომ დავიფადეთ, ანუ რომ ყავს მშობლები და მადლიერება უნდა ვიგრძნოთ კიდე მათ მშობლების მიმართ, იმიტომ რომ რო არა ისინი არ დაიბადებოდნენ და რას გულისხმობ, ესე ღრმად თუ გავყვებით ჩვენი ასე ვთქვათ ეროვნული იდენტობისთვის, ხო? ახლა მე მაგალითად რომ ქართველი ვარ, მადლიერება უნდა ვიგრძნო ქართველებისადმი, ჩვენი წინაპრებისადმი, მეფეებისადმი, განსაკუთრებით მე თუ ვიქნებოდი პოლიტიკაში. ხო, აი ამის მადლიერება უნდა იგრძნო, იმიტომ რომ ის აუცილებლად არის და იქნებოდა წარმატებული, თუმცა შეიძლება სხვანაირად მოსულიყო ეს წარმატება, სხვადასხვა
მოქმედებებით და თავისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, შინაგანი ძალები, ენერგიები, რესურსები, რაც კი აქვს, გამოეტანა გარეთ და მოეხმარა ისევ და ისევ მადლიერებით მისი ქვეყნისთვის. აი ეს იქნებოდა დადებითი სიუჟეტი, შეიძლება ბევრი ფიქრობთ, რომ ეს არის დადებითი სიუჟეტი, კი ბატონო, და მაშინ იქნება აი ესეთი დასასრული წლის, ანუ რო გახდება 60 წლის, რომ მადლიერი იქნება მისიც ძალიან ბევრი ხალხი, თუ სწორად დაამუშავებს, თავისი წარმატება იქნება ქვეყნის წარმატება და ხალხის წარმატება, ანუ ამ წარმატებას მოუტანს ყველას, რახან პოლიტიკაშია, ნახე რამხელა წყალობა უნდა მოიტანოს და დიდება უნდა მოუტანოს ქვეყანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ნახტომით უნდა წავიდეს მის 60 წლის დაბადების დღემდე, ასე ვთქვათ, ხო? წელი ითვლება ადამიანის დაბადების დღიდან ადამიანის დაბადების დღემდე. და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი სიკეთეები უნდა ააკეთოს და გამოავლინოს ეს ყველაფერი. თუ ეს წინაღობა, რაც მოდის მასთან დამუშავდება ნეგატივად, მაშინ რა ხდება? მაშინ ხდება, რომ ადამიანს აქვს ძალიან დიდი სიძულვილი, აქვს, ნახე, ვერ პატიობს რაღაცას, მის წინაპრებს, მის ქვეყანას, აქვს ბოღმას, ძულს, არ უყვარს, ფიქრობს მასზე ძალიან ცუდად, გასჯის, აი რომ არა ეს ქვეყანა, რომ არა ეს, ანუ გასჯის წინაპრებს, ხო, ძალიან ნეგატიურად, ასე ვთქვათ, განიკითხავს ამ ყველაფერს. აი ეს ვარსკვლავების სიკაშკაშე რაც არის, გადადის მინუსში და აბსოლუტურად ჩააქროს, ჩააბნელოს, წყუდიად იმოუტანოს ქვეყანას და სიკეთე თუ რამე არის, მხოლოდ თავისთვის დაიტოვოს და არაფერი არ მისცეს სხვას, ანუ არანაირი სიკეთეში იგულისხმება ყველაფერი. მით უმეტეს თუ ადამიანი პოლიტიკაში არის, იგულისხმება ყველა რესურსი, რაც ხელთ უპყრია ამ ადამიანს, ანუ მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის ქვეყანა დაანგრიოს, ყველაფერი ცუდი გაუკეთოს, იმიტომ რომ ეზიზღებას ძულს, ეს იქნება მინუსში დამუშავება. რომელი სიუჟეტით მიყავს, ანუ კარგად ამუშავებს თუ ცუდად ამუშავებს, თქვენთვის მომიდვია, მე ორივე პროგრამას გეუბნებით, გადმოგცემთ დანარჩენი თქვენიცით და შეგიძლიათ დამიწეროთ კიდეც. რა ის ფიქრობთ, წელს კარგად ამუშავებს თუ ნეგატივში ამუშავებს ამ თავის პროგრამას. აი ესეთი რამ არის, რა შეიძლება მოუტანოს დადებითში ამ ადამიანს თუ დადებითში დაამუშავებს, ეს იქნება ძალიან დიდი პოპულარობა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ და სიყვარული დიდი მასშტაბით, აუცილებლად დიდი მასშტაბით, ქვეყნის მასშტაბით და არა მაგალითად ოჯახის წევრების და ნათესავების მასშტაბით, ხოლო თუ უარყოფითში ამუშავებს, ეს იქნება განკითხვა, წეულა, როგორ გითხრათ, სიკვდილის სურვილი, ხო, ძალიან ძლიერი ნეგატივი მისადმი განწყობილი, ეს იქნება იზოლაცია, თვითიზოლაცია შეიძლება იყოს, ძალიან დიდი ჩაკეტილობა და ძალიან დიდი ეჭვი და უნდობლობა სამყაროსადმი. აი ესეთი შედეგი იქნება წელს დადებითშიც და უარყოფითშიც კითხავით. ეხლა რა მოხდება, როდესაც გახდება 70 წლის და 71 წლამდე რა მოხდება მის თავს. ამ შემთხვევაში შემოდის, აი ხედავთ ხო, 5 და 5. და 10-იანია შემოდის კიდე. ეხლა ეს არის ძალიან საინტერესო 2-5-იანი. მე ხავცებ ვიპოვი ამ არკანებს, აი 1-5-იანი, ჩვენ გვინდა 10-იანი, კი ბატონო და მეორე 5-იას მე სხვა დასტაში ვნახავ, რომ მაინც ვიზუალურად იყოს აქმადი, რაზეც ვლაპარაკობ, თან ავხსნი, თან ვიპოვი მეორე 5-იასაც.
რა არის ხუთიანის ენერგია? იმ შემთხვევაში და იმის გამო, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკაში და არის პოლიტიკაში კი არა და საერთოდ მმართველია ქვეყნის, აუცილებლად ფართო მასშტაბით უნდა განვიხილო და არავითარ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რომ უბრალო მოკვდავი ადამიანი, თუმცა ყველანი უბრალოები ვართ მოკვდავი, მაგრამ არა პოლიტიკაში მყოფი ადამიანის ასე ვთქვათ ენერგეტიკით და ამ შემთხვევაში ხუთიანი ეს დადებითში უნდა იყოს ძალიან დიდი თავისუფლება, ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი რწმენა, ძალიან დიდი სამართლიანობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შრომა ჩადებული სხვების კეთილდღეობისათვის, სიყვარული ქვეყნისა და ხალხისა და ღმერთისადმი ერთად. ეს ყველაფერი აუცილებლად ეს უნდა იყოს სამართლიანი მმართველობა, ეს უნდა იყოს კეთილსინდისიერი მმართველობა, ეს უნდა იყოს ორიენტირი უნდა გახდეს, რომ ნახე, კარგად ყავდეს, აი ნახე, თავისი მრევლი, ანუ მოქალაქეები, მოსახლეობა, ესე ვთქვათ, ყავდეს ძალიან კარგად, ზრუნავდეს მასზე, ხო, მათი თავისუფლება მოსწონდეს, მათი განათლებულობა მოსწონდეს, მათი ჯანმრთელობა იყოს მისთვის პრიორიტეტული, აწუხებდეს, ხო, მათი პრობლემები ესმოდეს, აუცილებლად კავშირი ქონდეს მათთან, ანუ ეს კავშირი არ იყოს დაკარგული, კონტაქტი იყოს და კონტაქტი რისთვის, რომ ასუბულოში იყო. კონტაქტი რისთვის, რომ მისი ჭირვარამი გაითვალისწინოს, გაითავისოს. აი, დაახლოებით ისეთი, რაც იდეაში უნდა ქონდეს მოძღვარს მრევლთან, მაგრამ ეს მოძღვარი არის კიდე აი პაპის ტოლი მოძღვარი, ხო? ანუ იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის ქვეყნის მმართველობა. და რა ხდება ხოლმე, ხო? ყველას აქვს მოწიწება ესეთი ადამიანისადმი სიყვართ ხოლმე, ხო? თავისი მოძღვარი ადამიანებს სჯერათ და ის რაზეა ორიენტირებული სითბოს ასხივებს ამ ადამიანებისადმი, ზრუნავს მათზე, მათ სულიერობაზე, ხა სულიერობაზე პოლიტიკაში რას ნიშნავს, ხო? მათ სტრესული იმაში, გარემოში ნამდვილად არ უნდა ჩაყაროს თავისი მოქალაქეები და აი ეს ყველაფერი მართლობა უნდა იყოს არა მარტო ადამიანურად კანონიერი და სამართლიანი, არამედ ღვთის კანონებს და სამართალსაც გადაკვეთდეს და ერთად იყოს, ასე ვთქვათ, შეზრდილი სამოქალაქო კანონიერობა ღვთიურ კანონიერებასთან. აი ეს ძალაუფლება სკიპტრა რაც უჭირავს ხელში, ხო? უნდა იყოს სამართლიანობისთვის, უნდა იყოს ნახე ძალაუფლება უნდა გამოიყენო ქვეყნის წინწასაწევად, ხო? მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის ასაშენებლად და არა, ასე ვთქვათ, საკუთარი ძალაუფლებისთვის და საკუთარი სიკეთეებისთვის, არამედ ქვეყნის სიკეთეებისთვის. ეს ენერგია ხედავთ, რომ ორჯელა აქვს, ანუ ეს არის ძალიან ესე წამოწეული, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან აუცილებელი. ნახე, სამყარო მას აი ორმაგად გამადიდებელი შუშით უყურებს, თუ როგორ მოექცევა ის ქვეყანას და როგორ მოექცევა ის მოქალაქეებს, თუ კარგად ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და თუ ეს უკვე მე არ შევდივარ მეთქი განხილვაში და თქვენ როგორც ხედავთ, რომ თუ ამას ძალიან კარგად გააკეთებს, ზედმიწევნით სინდისიერად და კანონიერად არ გადავა ამ ყველაფერს ღურბს, არ გადააჭარბებს თავისუფლება მოსილებებს, ხომ და აი პირველად ეს არის დიდი თავისუფლების ენერგია. არ შეზღუდავს ხვის თავისუფლებას. არ იქნება დაპატიმრებები, არ იქნება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, არ იქნება არასამთავრობოების შეზღუდვა და ასე შემდეგ შეზღუდულობები. თუ არ იქნება პირიქით იქნება თავისუფლებასკენ სწრაფვა. მისი არა,
ქვეყნის და ხალხის მოსახლეობის, მაშინ მოდის მოცემულობა 10-იანი, რაც არის ბედის იღბა, ბორბალი და ფორტუნა და მართლაც ფორტუნა დატრიალდება ძალიან კარგად, რაც მოუტანს მას ძალიან დიდ სიკეთეს, ძალიან ბევრ ფულს, ძალიან დიდებას და მასთან ერთად ქვეყნას. ქვეყანა იქნება ძალიან ეკონომიურად კარგად წავა, მდიდარი, მოდი ვიტყვი ესე, გამართული, იქნება განათლება ძალიან მაღალ დონეზე, მზრუნველობა რაც ამოდის, აი ჯანმრთელობის თემა ძალიან მაღალ დონეზე, აი მართლა რაღაცა ის რო არის ბედნიერ ქვეყნებში რო წახვალთ სამოგზაუროდ და ყველა რო იღიმის რო დადის ქუჩაში მომღიმარი სახეებით, აი ეს წამოვა. თუ კარგად დაამუშავებს ამას. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მინუსში ამუშავებს, ანუ რა მეხუთიანი ენერგიის მინუსში დამუშავება რას მოიტანს? ეს პირველ რიგში არის თავისუფლების შეზღუდვა, უსამართლობა, ძალაუფლების პირადი ინტერესებისთვის გამოყენება, ბევრი ტყუილი, იმიტომ რომ პაპმა ასე ვთქვათ, იეროფანტმა უნდა ილაპარაკოს აუცილებლად სიმართლე, ბევრი ტყუილი, ბევრი სიცრუე, იმიტომ რომ აი ეს ადგილი შენარჩუნებული იქნას ამის გამო, არათუ ნახე დამოძღვრა და კარგი რჩევა კი არა, პირიქით დაზომბირება, ტყუილი, ხო, ჭორების გავრცელება, დეზინფორმაცია და აი გამოლაყება, რასაც ქვია, ხო, მას აი ამას ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები, რასაც ქვია მასების ფსიქოლოგიას, ზუსტად ესე რომ დააზომბირონ, ხო, ამ შემთხვევაში ცხადია ეს ყველაფერი არის მინუსში დამუშავება. მაშინ რა ხდება, რას მოუტანს ეს წელიწადი, მაშინ ბედის ბორბალი რო იტყვიან უკუღ მატერიალდება, ეს იქნება ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგები, დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი, ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგები, წარმოუდგენლად დიდი, უკანსვლა, უიღბლობა, ბევრი კრახი და რამდენადაც თავისუფლების არკანი არის ხუთიანი, იმდენად თავისუფლების შეზღუდვა. მოაქვს ხოლმე ამის ცუდა დამუშავებაში. ასევე მინდა გითხრათ და გაჩვენოთ, რომ ენერგიები არის ძალიან ქრისტიანული ენერგიები, ეგრეგორები შემოდის, ხუთიანიც და 10-იანიც. რას ნიშნავს ეს? ნახე, ქრისტიანული ენერგია, ნახე, ეკლესია, პაპი, ქრისტიანული რელიგიის ენერგიებს ატარებს, ხო? ჯვრეები, ანუ ტაძარი არის პირდაპირ შემოსული ენერგიაში, ნახე, ანგელოზები 4 სახარება, ხო, ბიბლიური სიუჟეტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ქრისტიანული ეგრეგორი სამსჯავრო, ასე ვთქვათ, იქნება ძალიან მკაცრი, ძალიან ხისტი და ყველა, ანუ რას გულისხმობ, ნახე, ქრისტიანული მორალიდან გადაცდომა იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი და პირიქით ქრისტიანული მორალის შესრულება, ქრისტიანული ეგრეგორის წესების დაცვა იქნება ძალიან კარგად დაფასებული სამყაროდან და ძალიან დიდი საჩუქარს მოუტანს მაშინ ამ ადამიანს, ასწავლო დიდი საჩუქარს. მე როგორც გითხარით, არ შევდივარ განხილვაში, ისტორია გვაჩვენებს და ისტორია არც გვინდა მოვლენები, იმიტომ რომ მიჯნაზე ვართ ამ ენერგიის, რა იქნება და როგორი იქნება. თქვენი აზრი მაინტერესებთ, კარგად ამუშავებს და ცუდად ამუშავებს ამ ენერგიებს, თქვენ როგორ ხედავთ, როგორ აფასებთ მოვლენებს. მომწერეთ აუცილებლად კიდე რომელი ცნობილი ადამიანის ბედის მატრიცა განვიხილოთ და თუ საკუთარი გაინტერესებთ, ცხადია უნდა დამიკავშირდეთ. თუ სწავლა გინდათ ბედის მატრიცის, ამ შემთხვევაშიც უნდა დამიკავშირდეთ. ასტროლოგია ჯიზე ჩემს მიერ ისწავლება ბედის მატრიცა, შეგიძლიათ იქაც პირდაპირ იქაც მიიწეროთ, ან მე მომწეროთ და მე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. უბრალოდ ნომერს გავიმეორებ ისევ და ისევ, აქტიურია Viber-ზეც, WhatsApp-ზეც, ასე რომ ემიგრანტებსაც შეუძლიათ დამიკავშირდნენ და ეს ნომერია 591 233 507. წარმატებებით შემომაყურებლებო, დროებით.